Dodge Dart 2.4-იანი აინტერესებს მეგობარს. მადლობა დონაციისთვის. თუ შენც გინდა მსგავს ფორმატში, დამისვა შეკითხვა. ქისაჯის ლინკი აქაა. მანამდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეს. განვიხილოთ 2015-იანი Dodge Dart 2.4-იანი ძრავით. ეს არის ამერიკული ბრენდის Alfa Romeos პლატფორმის და Fiat-ის ტექნოლოგიების ნაზავი. მეორად ბაზარზე ეს მოდელი საკმაოდ ბიუჯეტური და პოპულარულია. დავიწყოთ პლუსებით. პირველი რაც თვალში გეცემათ, მისი ვიზუალი და აგრესიული დიზაინია. Dart თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე სპორტული და ეფექტური გარეგნობის მანქანაა. Dart-ის 2.4 ძრავს აქვს თავისი პრობლემები, მაგრამ ზოგადად შეფასებებს თუ გადავხედავთ ამ მანქანის სხვა ძრავებს ეს ჯობია. კიდე Dart-ებში დევს 1.4 და 2.0 ძრავები. 2.4-იანი ვერსია ყველაზე დინამიური და შედარებით გამძლეა. ის 184 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ასეთი ზომის მანქანისთვის საკმარისია. აჩქარებაც ნორმალური აქვს. სალონის მულტიმედიის სისტემა თავის კლასში და იმ წლებისთვის ძალიან კარგია. სწრაფი და მარტივია. მართვის თვალსაზრისით, მანქანა გზაზე მყარად დგას, მოსახვეებში კარგად შედის. მეორად ბაზარზე მისი ფასი კონკურენტებთან შედარებით ბევრად დაბალი და ხელმისაწვდომია. ახლა კი გადავიდეთ სუსტ წერტილებზე, რომლებიც ძირითადად ელექტრონიკასა და ტექნოლოგიურ ნაწილს უკავშირდება. ყველაზე მთავარი პრობლემა თავად multi-air სისტემაა. ეს არის Fiat-ის მიერ შექმნილი ჰიდრავლიკურ ელექტრონული სისტემა, რომელიც შემშვები კლაპნების მუშაობას მართავს. ეს ბლოკი მგრძნობიარეა ზეთის ხარისხსა და მის დონეზე. თუ ძრავში ზეთი დააკლდა, ან უხარისხო ჩაისხა, სისტემაში წნევა ვარდება, მანქანა იწყებს არასტაბილურ მუშაობას. ზოგჯერ საერთოდ ქვრება. საქართველოში ამ სისტემის კარგად მცოდნე ხელოსანი ცოტაა. თავად ბლოკის შეცვლა კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ეს ძრავები ქარხნულად მიდრეკილნი არიან ზეთის ჭამისკენ. ამიტომ ზეთის დონის მუდმივი კონტროლი შუპით მნიშვნელოვანია. 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი Hyundai-ის წარმოებისაა. ეს კოლოფი საიმედოა და სხვა მანქანებზე კარგად მუშაობს, მაგრამ ამ მოდელში კოლოფი ხშირად ფიქრობს სიჩქარეებს შორის გადართვისას. აქვს უხეში ბიძგები და დაგვიანებები, რაც მართვის კომფორტს გიკარგავს. ეს პროგრამული ხასიათის პრობლემაა. Fiat-ის ელექტრონიკა ხშირად აწვალებს მფლობელებს წვრილმანი პრობლემებით, მაგრამ მნიშვნელოვანი და მოუგვარებელი ამ მხრივ არაფერი ემართება. საწვავის ხარჯიც არ არის პატარა. ქალაქში ეს ძრავი სტაბილურად მოიხმარს 13 ლიტრამდე ბენზინს. Dodge Dart არის ეფექტური, სწრაფი და იაფი მანქანა, რომელიც ვიზუალით გამორჩეულია, თუმცა ის არ არის უფუჭებელი კატეგორიის მანქანა. მას სჭირდება მუდმივი ყურადღება ზეთის დონეზე. მაღალი ხარისხის ზეთი და კარგი კომპიუტერული დიაგნოსტიკა ყიდვისას.